აი, რა იყო? ვიმყავს ბიჭო შენზე ახლობელი მე. მოკლედ პაატა. დღეს შენთან რჩები სახლში. აბა დოდო მამი და ეგეთები არ ვინდა. აი, ბიჭო, რა ვთქვი ახლა ასეთი. კიდე ცოლი მოიყვანე ბიჭო, კიდე ცოლი შენ მართლად რაზე მეცნიერები რა ფანტაზიო ხარ რა გჭირს ცოლი რა მესხურა მოიკიდა კითხე ხარ რა მჭირს რა გჭირს ელენე მე და ილია დავშორდი კარგი დაწყნარდი რა მითხრა იცი? რა? 3 ტონა ქერი თუ გაქვს მაგას რაჯობია მოდი ლუდი მოვხარშოთო მაგას აქვს პატარა ქარხანა ფაქტობრივად ყველაფერი მზად აქვს და შეიძლება მალე საკუთარი ლუდიც კი ჩამოვა ნიკო და ლუბა არ არიან როგორ თუ არ არიან აი მე არ ვიცი გალიაში არ არიან გაფრინდან ალბათ კარით დამხვდა ღია კარგი რა მამი და გეხვეწები არ მინდა პატარა ბავშვი ამხელა კაცი ვარ ხა მე თვითონ ვერ დავი ბამპირს და ვერ გამიშალებ არ მინდა რა უბუზღუნებ ჩემო ცუნცულა ნუმეძახი მამი და ნუმეძახი გითხარი ცუნცულა რირიკო თითიკი რაღაცა ნუმეძახი არ მინდა ნუბუზღუნებ პაატა მოდი ახლა ვისაუზმოთ მე ლექსები წაიკითხე და ჩამაბარე. მოდი. რა ლექსები წავიკითხო რა ჭა. მეოთხე კლასში ხო არ ვარ ეს მეუბნები მამი და კარგი რა. მეოთხე კლასში ბიჭო სადისოდი შენ წერა კითხვა. არგი რა მამი და რა დილაუთენე რა დრო საუზმეა არ მინდა რა გეხვეწები რა დედა ჩემი ბრალია რას გამაღვიძე ამ დილის 6 საათზე მე რა გაგაღვიძე ტელევიზორი ჩავთე ბოლომდე ყოფილი აწეული სანამ დაუწე გაგევეძე ხა შენ რატომ ადექი ასე დილაუთენია იმიტომ რომ ბოდავდი ბოდავდი სხვათა შორის მამი და ისე ადამიანი ძილში ესე დალაგებულა და მწყობრად რომ ბოდავდეს პირველად ნახე მართლა გეუბნები რა მჭირს პაატა, შენი მეზობელი მაიკო გაპარვას აპირებს. შენ რა იცი? წუხე ტელეფონზე ელაპარაკებოდა შეყვარებულს. და ლაპარაკი ისმოდა? აბა, ფანჯარას რომ მიყურავდი, მაიკოს ლაპარაკი ისმოდა, გამოაღებდი და შეყვარებულისაც. არ ვიცი მამი და დავიღალე რა უკვე რა მეზობლებისგან და იმისგან რა. რასა გარბე ერთი წუთი ხო გავაღებ მე თვითონ გავიცი გაღება ხო. არ მინდა რა ნეტა ბევრი ფული მქონდეს რომ ამას საერთოდ გავყიდო ეს ახლა და გადავიდი აქედან სამი საცხოვრებლად რა. ბიჭო, იმ კოტე ბაბუას დანატოვარი ფულით ადექი და ვიყიდოთ ერთი კარგი სახლი. რა კოტე ბაბუას ფულით? მოიცა შენ არ იცი რომ ბაბუა შენმა იმ თქვენ ძველბინაში განძი გადამალა? საი მე რობი და გავყიდე მე სადაც ცხოვრობდი და ეხლა გიას რომ მივყიდე გიას სახში ხარ განძი დამალული ეხლა ხო პაატა ხო მეორეა 100,000 100,000 ვაიმე რა დებილი ვარ მამი და წარმოიდგინე 100,000 გავყიდე 60,000-ად ზევიდან დავამატე სახლი კიდე დებილია შენ გარეცხე ჭურჭელი? ვაიმე, ხო, ელენე რა მოხდა? მომეცი მარა. მომეცი. დაიწყა უკვე რეცხვა და გამემშრალე. არ მეზარება, მომეცი. მე ყოფა მაგას გაშრებოდა უკვე. მომეცი მე. კარგი მინდა ბაზანაში შევალ. რა მინდოდა გაემშრალებინა.
ნიკა, გეყოფა ტელევიზორის ყურება, მიდი ისწავლე. აუ, ვერ ვისწავლი, იცი რა არის, რაღაც სუდად ვარ, მგონი წითელა მაქვს. აუ, თან ნახე თითები როგორ დამიწითლდა. ხო და ეხა თუ არ გინდა რომ ყურებით აგიწითლდეს, მიდი დროზე იმეცადე. ხოიცი არა, მარინას ამდა შეხვიდე და იმეცადინო, მოემზადე. კარგი რა დედა, რატომ აძულებთ მაგ ხალხს? აუ, თან სხვა სახელი მაინც დაგერქმეთ, ჩემ სახელს რაღაცნაირად მეძახის. ნიკა. გამარჯობა. სულ მოვიწყდება რომ ცოლი მყავს და მეტი სერიოზულობა მართებს. აშა, რაღაც მინდა რომ გითხრა. მითხარი ისმე. ხო, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა გითხრა, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრა და მოდი პირდაპირ კეტყვი. მე სანამ მე შენ ცოლად გამოგყვებოდი, მყავდა შეყვარებული. პრინციპში ეხლაც მყავს ეს შეყვარებული და იყო საზღვარგარეთ წასული, ეხა ჩამოვიდა ეს ჩემი შეყვარებული და უნდა ვნახო. ვა. ჩემს ცოლს ყავს შეყვარებული. რა მაგარია. კედელში. კედელში? რომელ კედელში? რა ვიცი ბიჭო, დაურეკე და სკლეროზი აქვს, იმსაცოდავს და არ ახსოვს. კი არა, ის კი არა, სიტყვა კედლის მნიშვნელობაც აღარ იცოდა იმ უბედურმა. განძი სადამალა როგორ არ ახსოვს დაურეკე, ეხა მოდი. დაურეკე და არ ახსოვდა ბიჭო, არ ახსოვდა. ის კი არა ქართული რო იცოდა, ის არ ახსოვდა. რუსულად მელაპარაკა. აი, მაგრამ სადღაც რომელიღაცა კედელში რო არის განძი, ეს ფაქტია. ვა, რა საინტერესოა კაცო, არა და ყველა კედელი მაგ დაჩიშნული და იქ მე რა, ეხა განძი არა, ვიცი, შემხედრე. განც ეძებდი, ხო? არა, მამიდა რა განც ვეძებდი, უბრალოდ ერთი პერიოდი ფული რო არ მქონდა რომ შიოდა იმის. შენთან ამაკ მოსარიდებელი და ეს ჩიშქნი და მე გამახსენდა ბიჭო. გაცლოღნიდი ხოლმე რა. გიკუდეს მამი და შენ. გამახსენდა, ესე იგი 4 მტკაველიო უნდა გადაზომო მარცხნივო. 8 მტკაველი ქვევითო და მე მარჯვნივო. მაგარია წავედით მე, აი შაიშა. რომელ კედელზე და საიდან მარცხნივ, საიდან მარჯვნივ, ეგ ვერ გავიგე. კარგი ერთი წუთი დაწყნი მე მოვიფიქრე რაღაცა. მოკლედ, შევდივართ ეზოში. ხო. ვდგებით ჭადართან. ორი ჭადარი აქვს ზოლთან ვდგებით, ხო, რო იცოდე. დავდგებით მარცხნივ შემოტრელდებით სამრაბის გადავდგავთ, შევდივართ ადარბაზოში. ვიძახებთ ლიფტს, ჩამოვდით ლიფტით, ვიჯდებით ლიფტში, შევდივართ ლიფტით, გამოდივართ ლიფტიდან და მარცხნივ, ხელმარცხნივ ხუთნაბის გადავდგავთ, შევდივართ ჩემს სახლში, გავაგებთ კარს, დავდგებით და მე რა უნდა ქნა, არ ვიცი. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. რა უნდა? უნდა შევიდეთ და დავანგრიოთ ყველა კედელი. მაგრამ რით უნდა დავანგრიოთ ბიჭო, ა? მამი და შენ განძი მაპოვნინეს უკმილებით დავჩიჩქნი. მაგრამ რა არის ეხლა გიასი და მარინასი მერიდება ხო ხტები ის რემონტი ახალი გაკეთებული აქვს და ეხლა როგორია ჰა სოფელში ავადმყოფად რო აჩვენებდი თავს ხალხს და ფუსტხოვდი იმის არ გწვენოდა კარგი მამი და კარგი რაღაცა მოვიდ მაგრამ ეხლა გია და მარინა სახში იქნება შედი როგორია ეხლა დაჩიჩქნე რა უყოთ გიას და მარინას ეხლა ჰა შენც იმას ვფიქრობ რასაც მე კი ბადა მაგრამ ერთი რამე მაფიქრებს. გვამები სად გადავხაროთ? რა გვამები? ებს ლაპარაკობ. გეხუმრე, ბიჭო, გეხუმრე. კარგი ხო, კარგი, მოკლედ გეგმა დალაგებულია, ყველაფერი ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ. მივდივართ, წავედით. აი, მამი და წარმოიდგინე რა. საერთოდ არ მცოდნია თურმე. სახში მქონია განძი. არა ვარ ეხლა ბანძი. ნინო, შეყვარებული თუ ყავდეთ ჩემ ძმას ცოლად რატო გავყევი? არა, ელენე, შენ ძმას რო ცოლად გავყევი, მაშინ ნამდვილად არ მყავდა. ან დაშორებულები იყავით. არა, უბრალოდ მაშინ ისე ვიყავი, რომ არც შეყვარებული, არც ოჯახი და არც საკუთარი თავი არ მყავდა. ხორცი ვიყავი რა. ხო,
ჩორჩი რა ჩვენ ანუ ეხლა ესე იგი შეყვარებულიც ყავს, ქმარიც ყავს, შეთხოვეთ ქვრივიც ხომ არის. ელენე. აი ყოლაშა ისევ კითხე არ არის გამორიცხული. კარგი, ლაშა, ხო და ეხლა ის ჩემი შეყვარებული, რომელიც მე მინდა რომ ვნახო, გარეთ რომ ვნახო და ჩემაც მამდა მინახოს, არ მინდა. აქ რომ ამოვიყვანო ძალიან. შენ გიწყინება არა? არანინ, რას ლაპარაკ? ნუ გერიდება. ნუ გერიდება, რას ამოიყვანება რა უნდა ქნებათ. შენ ჩემთან ნუ რაფიქს ნუ გერიდება. ცოლქმარი ვარ ბოლოს დაბუნდა. ეს მასვაინებს გავგიჟდი ბავშვი. მე ნუ გაყვირდებათ, უცნაური რომ გავიზდები. ავედი რას გით რა. მიდი ნიკა დედიკო ადი და ამოვალ მათ. ელენე მარტო არ დამტო რაღაცა მე უხერხული. ეხლა მე წავა? ხო. შენ ლუცა მოგიტან და თან ვასიკოს დავურეკავ. ვასიკოს და მომისმინე ეს ნინო. ვასიკო ეხლა მარტო მოდის თუ ცოლთან ერთად. არა რატო ვამბობიცი ხა ცოლქმრები კაცო ხოდო უნდა შევიკრიბოთ ერთხელ და სამუდამოდ. ოჯა წასვლის წინ არ უნდა მაკოცო? ლაშა ესე ნუ ხუმრობ ხოლმე, ხო? არ ხუმრობ. ელენე სუფრა გაშალე ჩემ ცოლ შეყვარებული მაყაშე. კარგი ლევან, კარგი. მეტყვი, კარგი. გია, ლევანმა დარეკა და გიას ლუც სახელი მოუფიქრეო. რანაირი ქართველი ხარო დაარქვასო. კარგი იდეა, მაგრამ სახელით არ გავდივა არა. თუ რატო? სახელი უნდა დავარქვა ლევან. და რანაირი ქართველი ხარ უნდა იყოს სლოგანი. აი წარმოგიდგენ ესე ბოთლი და დიდი ასობით ეს აწერე ლევან და ქვემოთ უბრალოდ პატარა ასობით რანაირი ქართველი ხარ. მარინა ხუმრობა არის აი ეს. მოიცოდე. ის კი არა რაც ლევანმა გითხრა. გიას ლუდისთვის სახელი მოვიფიქრე. ეხა გეყოფა. გია? აბა. კალოდონო დოზო გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ეს ცოტა. გორზანდით. დავზანდით. ხო. მამიდა. მე მგონი ამ კედელში არ დამარხავდა იმ განს. რატო? იმიტომ რომ ძალიან თხელია და ამას რომ გამოანგრევდა სადარბაზოში გადავარდებოდა და ვიღაცა წაიხდა. მორჩა შევთანხმდით. აბა. კედელზე რატომ აგაგუნებდი რა? ისა გია, ხო ხტები შენ ის კარი და კედელი ხო გაავს ერთმანეს და ეს ხო და შენი ლუდის საქმეები როგორ მიდის? მადლობა, კარგად. კარგად? დავიწყოთ რაცა. კარგად, ხო? თუ. თვალი არ ეცეს, თვალი არ ეცეს. ბატონო? რატომ მოხვედით, რამე საქმე გაქვთ? არა მარინა, ჩემს დასახაცებებლად მოვიდნენ. ქალბატონ მარინა, იცით რა არის, უბრალოდ დოდო მამიდას. დოდო მამიდას უნდა რომ მადლობა მოეხადა თქვენთვის, იმიტომ რომ იმ დღეს მე რომ მეძებდა ხო ხტებით თქვენ რომ აქ შეიფარეთ ყურადღება მიექციეთ და მითხრა რომ მადლობის ნიშნათო და უდიდესი პატივისცემის ნიშნად და აი უზარმაზარი ცეოდა ესე ვაშლის ვეზელი მინდა რომ მივართვაო. არ იყო საჭირო, რატო შეწუხდი? ხო, მარინა გენაცვალე, ჩვენც მერე ესე ვიფიქრეთ, რომ აღარ იყო საჭირო და ვაშლის ღვეზელი აღარ წამოვიღეთ, ასე. მადლობა. დავბრძანდით. კი, რა საინტერესო ციკციკებს ეს არის? ციკციკ. დავბრძანდი მამიდა, დავბრძანდი და შენ თავს ვიხედე.
ეს მორიდებული ქალი ყუთში უყვარს დომა და ხოხტები. მამიდა. მე ხო ისე უსტავრი ტიპი ვარ და აი აქ დავდგები ხო ცოტა ხანი. სულ მაინტერესებდა აქ როგორი იყო აქ დგომა და აი ეს რა სიმყუდროა რა სიმყუდროა. ყავას ხომ მიერთმევთ? ყავას კი მივირთმევთ. რამენაირად უნდა გავიტყუოთ ესენი აქედან. უი, სახში გაქვთ ყავა? კი, სახში. მაშინ არ გვინდა გენაცვალე. მამიდა. მარინას მიხედე, მე გიას მივხედავ. წავიდა. გია. დაგდა. გია, რა მინდოდა იცი მეთქვა რომ მოდი მე და შენ ერთმანეთს 100 მეტრში სირბილში შევეჯიბროთ. რა? მიდი შეგაიქცი, გაიქცი მე გამოგიკრე. მიდი არა გაიქცი. მიდი გახოცე და გაიქცი. როგორ გაგერდი? გაიქცი გია მე ფორას გაძლევ, გია ფორას გაძლევ. არ მინდა შენი ფორა გაძლევ. წავედი ახლა ელენე და გამოგივლით მერე. აუ მოიცარა დარჩი რა თეკლა მომიყევი სად დაიკარგე. ხო, სარაგე ბოდიში წინასწარ ვერ გაგაფრთხილეთ, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მოკლედ საზღვარგარეთ ვიყავი, კონცერტები მქონდა. მართლა სად? კონცერტები მქონდა მცხეთაში. ხო და საზღვარგარეთ თურქეთში ვიყავი დასასვენებლად. გასაგებია. აი, თქვენს კი რა ხდება? რა ვიცი თეკლა, აბანიკა ისევ მიშლის ნერვებს. პაატა კიცი ახალსახლში გადავიდა მამიდამისთან ერთად. ნუნუს ოპერაციის მერე ექიმებმა ზღვის ჰაერი ურჩიეს და ეგ და ემზარი ერთად წავიდნენ ქედაში. ქედაში? ნუნუ მიგი აფად ნახა სახლი. ლაშემ ცოლი მოიყვანა. აჰა, ნუ ესე იგი ახალი არაფერია. რა? ცოლი მოიყვანა? კი, თეკლა კიდევ მოიყვანა. მოიცა დაშორდნენ უკვე თუ? არა, ჯერ სულ ახალი ამბავია. პრინციპში მე არ ველოდი. არც თვითონ. მოკლედ, მე მოგიყვები კარგად, ხო? ხო, კაი გოგოა ისე? პირველს ჯობია. მეორეზე მაღალია. მესამეზე შავგვრემანი. და მეოთხეზე ბევრად კარგი ხასიათი აქვს. აჰა, გასაგები. ესე იგი, როგორი ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს ლაშას. ხო, მე ვიცოდი ისე, ხო, იცი რომ მოიყვანდა ცოლს. საიდან? გახსოვს ერთხელ მე დაშე რომ გამოვთვალეთ ლაშას ცოლის მოყვანის სტატისტიკა. ხო და ეხლა უწევთ. აი, წავედი მოკლედ. აუ, თეკლა დარჩი რა. სადავჭე ელენე, ლაშამ მეხუთე ცოლი მოიყვანა და სირცხვილია მე ხა წავალ, ვინმე პირველივე შემხვეთრს უნდა გავყვეცოლად. ხო, არა, მართლა კი არა. მამაჩემი არ მინახავს რაც ჩამოვედი და ეხა მამაჩემს ვნახავ. დამსჯის და მე გამოვალ თქვენ. კარგი თეკლა, გელოდები. კარგად. შემოდი თეკლა, ღია კარი არ დამიტეხავს. მარინა, ის მწვანილი უქენი? რომელი არ გაქვს? არ მაქვს, არ წიწმატი. წიწმატი არ უქენი? წიწმატოთ, ლობიო არ არის. ჩადი ერთი გენაცვალე და მოიტან ერთი კონა, გადასხადე. არა, მე სხვანაირი რეცეპტით ვაკეთებ. ხო. გია, აი ეს რა არის? ეს არის ლუდის ხარშვის ტექნოლოგია და დეტალებში არის აღწერილი და რა დეტალებში არის? ასლაპარა, ეს არის ლუდის ხარშვის ტექნოლოგია. შენ არ გამოგადგება, მომეცი. დეტალებში აღწერილი, ამო ჭირდება, გია ეს შენ. ჭირდება ხო ეს შენ? ჭირდება. აბარასი და აჰა, დავდე აბარასი. დავდე გია რა. მე მგონი მართლა გაგიჟდა ხო ის? ეხლა ეს ხუმრობა არის. გია რა, დროებით გია რა. ხავდომანა შეგიძლიათ მიეხმაროთ აკრფაში ფურცლების? არა? ხო. რა ხდება იქ აივანზე რა არის რა მოჩანს? რა ხდება? რა ხდება? არაფერი არ ხდება მამიდა. არაფერი არ ხდება. კაცო, არ მეყო ეს დრო და ცოტა სხვა რამე მოიფიქრე. ეს დაისვა, იხუმრა ახლა ბიჭო. რა არის რა, ნერვოზი გაქვს თუ რა? არც მე არ მეყოდ რო კარგი ერთი წუთი თამაცა. დავძენდი. გია. მომისმინე. შენ და მარინა. დღეს არაპირებთ ასე წასვლას? არა. არა?
ფულს რო არიგებ, ფულს არც იქ არ გინდა წასვლა, ჰა? ყველი იქნება. ყველი იქნება რა, ხო, მეც ეგრე მგონია. ხო და კინოში რო ქართული ოსკარესონი ფილმი გადის, მანდ ეგეც ყველი. მეც ეგრე მგონია, ხო. შენი საყვარელი ჯგუფი ამღერალი რომელია? ბიტლსი რა? ბიტლსი. ხა შენ მაგას არ დაიჯერებ და გია და სხვა? რა ისე, Rolling Stones. Rolling Stones, გია, კარგი და საცხენია, Rolling Stones-ი არის ჩამოსული თბილისში კონცერტის ჩასატარებლად. შენ კიდე არ მიდიხარ? მართალი იყო ლაშა რა. გითხრა ხო, ლაშა, გითხრა ხო? მართლა არა ხარ ნორმალური. ეგ გითხრა? ხო. არა ერთხელ. გინა! მაინა! წეგან რა გამახსენდა, როგორ არ გითხარი, წეგან ეზოში რომ შემოვედი თქვენი თუთი ყუშები მოფრინავდნენ და დაჭდნენ ხეს. კი, მართლაც გეუბნები და ესე მოფრინავდნენ, ესე მოფრინდნენ, მე დაჭდნენ, მე არ მოეწონათ, მე აქეთ დაჭდნენ. აქაც არ მოეწონათ, ეს ეძებდნენ ადგილს. ეძებდნენ, ვერ იპოვეს და ვერ ბოლოს აი აქ დაჭდნენ. ვაიმე, პაატა, მართლა? რა თუ გატყუებდე, გამოტოვ მაინა რას ლაპარაკობ? ეხათები წამოდი რა დავიჭიროთ რა. დავიჭიროთ, მაინა. ძალიან გთხოვ, პაატა, მართლა წამოვა, ხო, რას დავიჭერე ახლა მე? რა უნდა კითხო იცი? შენი სახლიდან ეზოში ძალიან ჩამოდის ხმა. არ ვიცი, რა იყო რა? არაფერი, წადი. წამოდი რა, ძალიან. მისა წავიდე. საერთოდ ჩემია საძინებელი შენია, წავიდა მამიდა. ჩამოხვედი? არა, ისე ვიქო რა. მოიცა ერთი წუთი რა დროს ხუმრობის დროა. მითხარი რატო ჩამოხვედი? ელენე, შენ რომ ქუთაისში იყავი, ხომ მითხარი, ან დავშორდეთ, ან ჩამოდიო. ხო და ჩამოვედი რომ გითხრა, დავშორდეთ. კარგი, ხუმრო, ხო იცი როგორ მიყვარს ხუმრობა. ელენე, ჩამოვედი იმისთვის რომ შევრიგდეთ და ისევ ძველებურად ვიყოთ. მოიცა ერთი წუთი, ანუ საბოლოოდ ჩამოხვედი, იქ ყველაფერი მიატოვე და აღარასოდეს დაბრუნდები. ყველაფერი, მივატოვე ყველაფერი. სამსახურიც, კარიერაც, შენი გულისთვის ყველაფერი მივატოვე. ოღონდ ზეგუნა ჩავიდე. უნდა უთხრა რომ თბილისში გადმომიყვანონ და იგივე ხელფასი დამიტოვონ. თუ გადმომიყვანენ და დამიტოვებენ, მაშინ აღარ წავალ არასოდეს. მე მეგონა რომ სამუდამოდ დავშორდი. ილია იცი რა ცუდად ვიყავი, როგორ განვიცდიდი. ის ელენა იცი ამ ბოლო დროს იმდენჯერ დავშორდით და შევრიგდით რომ კი ვეღარ განვიცდი, რაღაც მივეჩვი. ილია, დამპირდი რომ არასოდეს აღარ ვიჩვი. პირდები, შენც დამპირდი? მოიცა, რა დამპირდე? ქუთაისიდან რომ წამოხვედი, ძალიან გავბრაზდი და იქ რაც კაბები დაგჭა, ყველა დავხიე. რა? კი. ჩემი საყვარელი კაბები? ილია, რა უფლება გქონდა ჩემ საყვარელ კაბებს რო ხევდი? დამთავრე? კი. აი ახლა დამპირდი რომ აღარ ვიჩვებთ არასოდეს. პირდები. მომიტევი, მანდარისა. რა ხდება? თქვენს კი ახალი და განსაკუთრებული მითხარი. რა ხდება და ლაშამ ცოლი მოიყვანა. ახალი და განსაკუთრებული მეთქი. ისე ყოჩაღლაშას, როგორ მოახერხა ამდენი ცოლის მოყვანა, ჰა? ისე მომისმენ ეს ახალი ცოლი ლაშამ მოიყვანა თუ წაიყვანა? ილია, როგორ მომენატრა შენი იუმორი. მოგენატრა? მაშინ კიდე გეტყვი. მოიყვანა თუ წაიყვანა? დარწმუნებული ხარ აქ არის განძი, ჰა? რა ვიცი, კაცო, ზუსტად მახსოვს რომ აქ, მაგრამ თუ სოფლის სახში დედა მომკალი და არ მახსოვს რა ვქნა, მაგრამ სახლი როა, ეგ ნამდვილი. სახლი, სახლი, ეს არის, ხო, კარგი გავაგზავნოთ, მე მგონი ჯობია, ხო, კარგი, ხო. დედა რა ვქნა, ახლა ამდენ გამოთხილს რო ნახავენ, შეამჩნევენ რამეს გია და მარინა. რა ის მაგრამ მე ვერ შევამჩნევდი. სხვანაირი ხარ, მამი და გენაცვალოს. ისე სხვებივით კი არა გახასე თვალები გამოფაციცებული. ეგება რამე ცუდი დავინახო. ამიტომ შეჭიდი რაღაცა 7 ერთნაირი ნახვედი გავაკეთე. მე მგონი ლამაზია, ხო იცი? აქ ითხოვს ერთს კიდე მიგება. აქ კიდე ითხოვს, მე რა პრობლემაა? მამი და ითხოვს და მიიღებს, კაცო, აჰა. ისე რა გინა ბიჭო, ომი რო დაიწყოს გია სათოფები მზათა. და ომი არ გვინდა არა. რა ვქნათ, ეხლა მე კი ნახატები აღარ აგვაქვს და რა დავკიდოთ აქ?
რა უშავს ბიჭო იყოს ეს ახლა ამ ნახატებს აღჯობია ეს გამონგრეული? ისი ნახატი ეს რა ვიცი ამათი შვილია ეს ბექონაგიას და მარინაშვილი და შეხედე არა და ერთი შეხედე ნორმალური ადამიანის დაბეჭდილება სტორის. აი მე მიდი დროზე ეს მოკარგა მიდი ხოლმე მოლენ. მამიდა. იცი არის, მე მგონი ხა ჩვენ მე წაგებაში ვარ, ხო იცი? რატო და 15 ლარი ხომ მივეცი ამ ჩაქუჩში კაც. მერე? 5 ლარი ხომ მივეცი ამ კინის გამოსავალში. რო ვიპოვე ეს განძი რო შემეტანება ეს ფული ვერ ავქნა. მამიდა, ვიპოვით, გული მიგზნობს, მიდი. ვაიმე, რაღაცას ხედავ მამიდა. განს? რა ვიცი, რაღაცა შავი პარკია და იმედია ნაგავს არ დამალავდა კედელში მე რაღაცა. ვაიმე რა მაგარია მამიდა განზი აღარ ვარ ბანზი რა მაგარია მამიდა რა მაგარი ჯისებს ვიყიდი მაგათ რომ მომწვალ ხო იცი ჯისებსაც ვიყიდი და სხვა რამესაც კეტებსაც ვიყიდი ხო აუ რა მაგარია მამიდა აი მივასუფთავთ თორე მოვლენსაც არის დედა გია დოდოშკა დამიძახე რა შევით? მე არაფერს და შენ გია? რა ვიცი, აი თუთიყუშები ვერ ვნახე და რა სამწუხაროა. გინდა თუთიყუშების როძებნაში დაგეხმარო? არა, იყოს შემოვალმე ხო? გია. აი არ ფიქრობ რომ ეს შვენი შეხვედრა რაღაც ბედისწერის გამო მოხდა? ბედისწერა არ მგონია, მაგრამ პაატას უყურადღებობის გამო ალბათ უფრო. ესეც ხომ ბედისწერაა, გია? რა შემოვალ რა თუ შეიძლება რა ცოტა სახში შე რა ზაგეთო პატა რა შიტები ხო ვერ იპოვე ვერა ვერ იპოვე გია რა გინდა რატო გამოაგრეთ ეს რა რაშია კარები ჩაგვეკეტა ვერ გავახეთ მე დავეტაკეთ აქეთ კედელს ო რა ვიცი ვიფიქრეთ გამოვანგრეთ ხო გარეთ აბა ხო არ ვიქნებოდით გია ეხლა მოიცა ეს ბექას ნახატები რატო არის ჩამოკიდებული ახლა კედლებზე ვითომ რა ჩამოკიდებული კი არა გია არ ხსხველი ამ ხელა კაცი ხარ ჰა რანაირი მამახარში სახში შემთხვევით საძინებელს შევედი წავაწყდი ამ ნახატებს გენია გეზდება სახში გენია და მაგას მალავ ჰა სისხვილი გია რა მაგრამ საერთოდ შე თვალაპარაკი წამოდი გაანებეთ რაღაცა გადასარევი ნახატებია კაცო მაგრამ ერთი შეხედვით ეხა თავიდან რო შეხედავ თითქოს არაფერია მე კარგად რო დააკვირდები უიდე და რა უბედურებაო არც ლამაზია არც ის არის არც აზრიდებს მოკლედ რაღაცა შვენიერი ნახატებია გია სისხვილი გია შენ რა ამ გამოგრეულს მე გაგიკეთებ ან არ გაგიკეთებ თაროდ გამოიყენე მაგრამ ცხენია შესმაგივრად რა იდექი ეხლა ამას კიდევ თავისი ჯიშის ვიღაცა უნდა და სულ გაგიძე ეს ბიჭი ის მართლა ნიჭიერია ბექა არა ხო ვასიკო კი აი კორპუსი ნუ გერიდება მარტო არ სახში ამოდი მეც მომენატრე მოდი მოიცა კაი მოდი გელოდები გამარჯობა მე თეკლა ვარ ელენეს მეგობარი შენ ალბათ ნანა ხო ნინო შენ მაქმარმა მითხრა ნანა ქვიაო სულ ეშლება სახელები მიჭას თუ ლაშას ხო ლაშას ყავა გინდა არა ის როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი ისა ალბათ როგორ გიყვართ ერთმანეთი ხო ესე უცებ რო გადაწყვიტეთ დაქორწინება არ მოუყოლია ხო ლაშას არა იცი დაურეკე არის სალა და მე მომიყვება ხო გეტყობა მოიცა ბოდი ვასიკო როგორ შემოდი თეკლა გაიცან ეს არის თეკლა ჩემი მულის მეგობარი ეს არის ვასიკო ჩემი შეყვარებული
აბა ცოლი ესე მაგრამ უკაცრად ვერ გავიგე ვასიკო რა არის შენი ჩემი შეყვარებული ვასიკო როგორ ახარ როდის შემოხვედი რა თუ შეგიძლიათ სილა გამარტყით რა რაღაც მაინტერესებს თეკლა ბოდიში შეიძლება ვასიკოს რაღაც უთხრა ეხლავე დაუბრუნდებით ხო წამოდი რა ხდება ხო ესე იგი ეთყობა ეხლა საუბრობენ რომ მეგობრებად დავრჩეთო ხო ემოციური საუბარი აქვს ეთყობა და იმიტომ გამოდის ესეთი ხმა აჰა ეთყობა ეხლა ვასიკომ რაღაც ცუდი ამბავი უთხრა ნინოს და ნინო იმიტომ მოხრავს კარგი ხო არ ლაპარაკობენ ვაიმე საწყალბი ლაშა აი ხა როგორ უნდა უთხრა ეს ამბავი ვაიმე ლაშა ლაშა მოვიდა უი კარი გაუღე მეუღლეს ვასიკო დაიქიო მე რა საყვარელია ლაშა რა უთხარი ვასიკო უნდა მოვიდეს მეთქი წავალ რაღაცებს ვიყიდი ხო არ შევწხვებიო საყვარელი მოდი შენ ალბათ ვასიკო ხარ ხო ძალიან სასიამოვნო ნინო ძალიან ბევრი რამე მომიყვა შენზე კარგი რომ გავიცანით ერთმანეთი მეც მიხარია ძალიან კარგი ქმარი ყოლია ჩემს ნიკოს ვაშა ერთი წუთით რა ხდება თეკლა და რა უი რა ხდება თეკლა და რომ ხედავ ახლა რაც ხდება რა ხდება გაგიჟდი ლაშა რატო შეყარებულიანი გოგოები მყავს უკვე ცოლად ხო თეკლა ცოტა გავართულე რა ცოტა იცი რა ხა ცოტა ახალგაზრდა რო იყო ვიტყოდი სულ გადაგვარდა ეს თაობა მეთქი მაგრამ რო არ ხარ რა შუაში ახლა ახალგაზრდა თეკლა რა შუაში რა შუაშია გამაგებული შენ და პატა რო იყავით ერთად იმ დროს პარალელურად სხვას არ ხვდებოდი არა ლაშა რა სისულელეა არა რა საინტერესო არა და მაგაში ცუდი არაფერი არ არის ხო არ ვიცი არ მჯერა მე ყოველ შემთხვევაში მე მეგონე კაცების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნოდი რომ ამბობენ ცოლი სამზარეულოში უნდა იყოსო უნდა იყოს თეკლა უნდა იყოს და არის კიდე სამზარეულოში მაგრამ ამ სამზარეულოში თუ ვინმე მოიყვანა რა არის ამაში ხო არ ვიცი ვაშა ან თქვენ ყველა ერთად გაგიჟდით ან მამაჩემის აღზრდამ დამასვა დაღი და ჩამორჩით თანამედროვეობას დაღის ამბავია დაღის კარგი რა თეკლა რა 21 საუკუნეა კარგი 21 ხო მე ვაშა თუ 21 საუკუნეა ამ გარიყავი და iPhone 5 გეყიდა რა ცოლს აძლევს სხვა კაცს სიცხვილია მიხედავ კაცოს თუ მართლა მიხედავ ხო მიხედე ვაშა მიხედე მე რა ვიცი ელენეს დაველაპარაკო თუ ხო დაველაპარაკები ნიკას ჩემთან წავიყვან საცხოვრებლად აბა თქვენთან რა ვიცი ხო მიდიხარ ხო იცი ალბათ შეგაწუხეთ ეხლა აქ შინაურები ხარ ძალიან მე არც ვაშას ცოლი ვარ არც თქვენი და მით უმეტეს არც შენი კარგი თეკლა მოდი ხო რა მოგივიდა გეყუმდეთ კაცო მოდი რა მომატყუეთ რაღაცა რა ნინო არ არის შენი ცოლი ხო არა ნინო მართლა ჩემი ცოლია თქვენ არ ხართ ნინოს შეყვარებული ხო როგორ არა ვასიკო ჩემი შეყვარებულია აბა რას მატყუე წავედი რა მამა მე ვარ მამიკო სახლში მოვდივარ ეხლა და გეხვეწები არსად არ გამიშვა და უფრო მკაცრად მაკონტროლებ კარგი რამაგარია განზი აღარ ვარ ბანზი რამაგარია მამიდა ბიჭო გახსენი როზე თილა გახსენი პარკი არ გააფუჭო რამეში გამოგები ფული რაღაცნაირი ფული არა ეს ფული აბა რა არის ეს არის საბჭოთა დროინდელი ობლიგაციები ძველი.
კაცა, აბა, მამიდა რა გამოდის, რომ აღარმა განძი? განძი არა, მაგრამ ვალი კი გვაქვს აქ. რისი ვალი მაგ? იმ ოჯახს კედლები რო დაუთხართ, გაკეთება არ უნდა? ეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ხო? კი. ხო და მამიდა მომისმინე ხარ, რა არის, ამ ობლიგაციებით რომ ამოვავსოთ ის კედელი არ გამოვა? ესე ყოფა? შინ რო შევტანოთ ვერა, მაინც? არა. ანუ რა გამოდის ახლა რომ აღარმა განძი? ისევ ხარ ბანძი.